კარგად დაიქოქა და სერიოზულ განაცხადს აკეთებს უკვე ინდუსტრიაში საქართველოში მონტესორი უნივერსის სახელით პირველი მონტესორის საბავშვო ბაღი, რომელიც უკვე პირველი აღსაზრდელები წავს და ბაღის საქმიანობას საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი და მონტესორის სერტიფიცირებული პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს. Როგორც ამ ბაღის წარმომადგენლები BMG-სთან განმარტავენ, მონტესორის მეთოდოლოგიით ბავშვი სწავლების პროცესში ერთდროულად არის აღმომჩენიც, უკვლევარიც და მთავარი შემოქმედიც. და რაც თავარია მთავარი მოქმედი გმირი, ხოლო პედაგოგი მაინც რჩება ეს დამკვირვებლის და ბავშვის განვითარების მეგზურის როლში. მონტესორი უნივერსის თანადამფუძნებელი ნინო კიკნაძე ბრძანებს, რომ ბაღის მთავარი მისია მცირეწლოვანებში დამოუკიდებლობის, მოტივაციის, კონცენტრაციის და სოციალური უნარების განვითარებაა. ბაღი არასრული ნახევარი წელიწადია, ვორტები 6 თვეა დაახლოებით ოპერირებს და ათეულობით ბავშვის აღზრდაც უკვე საკმაოდ აქტიურად აქვს დაწყებული. მოვისმინოთ, რა სიახლეები არის მონტესორი უნივერსის მიმართულებით. მოიმსახურება საბოლოოდ დაახლოებით 180 ბავშვს, ამჟამად ბაღში არის 65 ბავშვი. არის მონტესორის ოფიციალური ფრენჩაიზინგის ფარგლებში შექმნილი ბაღი, რომელიც მთლიანად დაპროექტებული და აშენებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. მასწავლებლები გადიან 6 თვიან სწავლებას ამერიკაში, მონტესორის აკადემიაში, მონტესორის სასწავლო აკადემიაში და სრულად ვცდილობთ მივყვეთ მონტესორის კურიკულუმს, ასევე ჩვენი სწავლება ეფუძნება რეჯიო ემილიას კურიკულუმსაც და ჩვენი მიზანი არის, რომ ბავშვებს მივცეთ ღირსეული ადრეული განათლება. ამჟამად ბაღში არის დაწყებული რეგისტრაცია შემდეგ 2026-2027 სასწავლო წელზე და ვამატებთ ახალ კლასებს და ვფიქრობთ, რომ ადრეული განათლება არის ის უმნიშვნელოვანესი საწყისი ბავშვის განვითარებაში, რაც მერე საფუძველს აძლევს იმისთვის, რომ იყოს ღირსეული მოქალაქე. წინასწარ არის გაწერილი მონტესორის აქტივობების მცხრილი დაგეგმა, თუ დღის მანძილზე რა აქტივობები უნდა განახორციელონ ბავშვებმა. რა თქმა უნდა, პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალური ტემპით, ზედმეტი ხელოვნური აჩქარებების და ჩარავების გარეშე. საკლასო ოთახში გვაქვს პრაქტიკული ცხოვრების სივრცე, სენსორული ცხოვრების სივრცე, რეჯიო ემილიას სივრცე, რომელსაც ინდივიდუალურად ბავშვების მდგომარეობიდან და მონდომებიდან გამომდინარე ვიყენებთ ხოლმე. გვაქვს შერეული ასაკობრივი კატეგორია, ბავშვები ინდივიდუალურად ირჩევენ თუ რისი გაკეთება სურთ კლასში დღის მანძილზე, ასევე გვაქვს მუსიკის დამოუკიდებელი სივრცე, სადაც ტარდება მოძრაობის აქტივობები, ასევე სმენითი აქტივობები.